წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი ძაფი არის მიბმული რაღაცა წონაზე, რაღაცა ლოგიკური ზომის წონაზე, რის აწევაც ძაფს შეუძლია. მაგრამ თუ ამ ძაფს ძალიან სწრაფად გამოვკაჩავთ, ეს ძაფი აუცილებლად გაწყდება. თუ თანმიმდევრულად და თანაბრად ავწევთ, ამ შემთხვევაში ძაფი აუცილებლად მოერევა ამ წონას. ეს არის ლოგიკა დაახლოებით ისეთი, როგორც უნდა მოვიქცეთ ჩვენ დამუხრუჭების დროს. როდესაც ძალიან სწრაფად ვამოხრუჭებთ, ან რაღაცა საფრთხეა წინ და შეგვეშინდება, ან რაღაცა და დაგვაჭირებით ერთ მოხრუჭებს. ამ დროს საბურავი კარგავს მოჩიდებას, მას აქვს რაღაცა კოეფიციენტი მოჩიდების, რომელსაც დაკარგავს და დაიწყებს გაცურებას. და გაცურებული ავტომობილი უფრო შორს წავა, ვიდრე მოჩიდებაში მყოფი. აუცილებლად ესე იქნება. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად არსებობს მექანიზმი, რომელიც ზრდის ეფექტურობას დამუხრუჭების, ამას ქვია ABS-ი, მაგრამ არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ABS-იც არ შველის და მანქანა იწყებს გაცურებას. ამიტომ, როდესაც ამუხრუჭებთ და არის რაღაცა ისეთი სიტუაცია, არის საფრთხე, ეცადეთ რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მუხრუჭი გამოიყენოთ თანმიმდევრულად. უფრო მეტი შანსი გაქვთ რომ გადარჩეთ ამ სიტუაციაში, ვიდრე მუხრუჭის ესე ძლიერად დაჭერის დროს. ამასთან MS-ი და ზამთრის საბურავები. ზაფხულში არის ნაკლებ ეფექტური, განსაკუთრებით ზამთრის საბურავები, იმიტომ რომ ის არის გათვლილი ცივ ასფალტზე, ან თოვლზე, ან ყინულზე და შესაბამისად მისი შემადგენლობა არის სხვა და ვერ მუშაობს პლუს გრადუსებში, ასე ვთქვათ, აი ზაფხულის საბურავები მუშაობს მაგალითად +7-დან ეფექტურად. ამიტომ სასურველია რომ ზაფხულის საბურავები ვქონდეს, ზამთარში ზამთრის. MS-ის შემთხვევაში, რა ვიცი, ეს ახლა ისეთი გამოსავალია. ორჯერ რომ არ მოგვიწიოს წელიწადში საბურავების ცვლა ან ყიდვა. და მესმის ეს თემაც უბრალოდ უნდა ვიყოთ ფრთხილად, იმიტომ რომ მას არ აქვს ის ეფექტი და ის ეფექტურობა, რაც ვთქვათ, ზაფხულის საბურავს აქვს ზაფხულში. ამასთან საბურავი აუცილებლად დაკარგავს ეფექტურობას, როდესაც აი წვიმა ახალი დაწყებულია და ეს ასფალტის ნაგავი მტვერი გადაიქცევა ხოლმე ტალახის მაგვარ კონსისტენციად, მანამდე სანამ წვიმა გადარეცხავს ამ ყველაფერს. საბურავი შეიძლება გაცურდეს, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვიჭიროთ მეტი დისტანცია სხვა ავტომობილებთან. უკვე როდესაც გადაირეცხება ეს ყველაფერი, უფრო ნაკლებად საშიშია, ასე ვთქვათ. ასევე საშიშია წყალი, როდესაც დგას გუბე და გადავდივართ მაღალი სიჩქარით. ამ დროს საბურავი ვერ მოასწრებს წყლის გაჭრას და გადაივლის, ასე ვთქვათ, ზემოდან დაკარგავს ასფალტთან კონტაქტს და შესაძლებელია რომ მოაცუროს ავტომობილი. ამასთან საბურავი კიდევ დაკარგავს ეფექტურობას, თუ ვაკეთებთ რაღაცა მანევრს და აი უხვევთ მაგალითად, დიდი გრადუსით მოსახვევია, იქ დაგვხდა რაღაცა დაბრკოლება და ჩვენ ძალიან ხისტად დავაჭირეთ მუხრუჭებს. ამ დროს საბურავი უბრალოდ ვეღარ გაუძლებს ამ დატვირთვას და შესაძლებელია რომ მოწურდეს. ასევე შეიძლება მოხდეს ასეთი რამ პირიქით აქსელერაციის დროს და სიჩქარის მომატების დროს, ანუ მოსახვევში მაღალი სიჩქარით რომ მიდიხარ და ძალიან დიდი გრადუსით უხვევ და კიდევ გასიმცემ შეიძლება მოაცუროს ამანაც. ესეც გაითვალისწინეთ.